შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო ჩანაწერს. საზოგადოებას შევახსენეთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით იჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება, მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა, ისე მისი შენახვა, რაც 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოვუწოდებთ საზოგადოებას არ ჩაერთმოთ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეო ჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დადგენის მიზნით. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენდა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.